ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. ეს ყველაფერი სკოლის დამთავრებასთან და ბოლოზართან ასოცირდება. ეს კადრები ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის ნომერ 2 საჯარო სკოლაშია გადაღებული, სადაც აფხაზეთის განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სხვა 11 სკოლის მსგავსად 19 მაისს ბოლოზარი დაირეკა და 20-მდე მე-12 კლასელი მშობლიურ სკოლას დაემშვიდობა. იმ დღეს აფხაზეთის ნომერ 2 საჯარო სკოლას აფხაზეთის მთავრობის, განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ერთი მხრივ მიხარია, რომ ისინი სკოლას ამთავრებენ და ცხოვრების ახალ გზას დაადგებიან, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მიჭირს ამ ბავშვების გაშვება იმდენად შევეჩვიე. ბუნებრივია, მეც მათთან ერთად ვღელავ და განვიცდი, თითქოს დავბრუნდი ბავშვობაში. ისინი ემზადებიან ყველაზე უმთავრესისთვის, სტუდენტობისთვის. მინდა ვუთხრა მათ, რომ მათი წარმატება მათ ხელშია და ვუსურვო წარმატებები საინტერესო, თუმცა ძნელად გასავლელ, მაგრამ საინტერესო გზაზე. ახალ ცხოვრებას იწყებდა, ახალი რაღაცები იწყება და უფრო შემართულად და ისე გამოდიხარ, მაგრამ დღეს როგორც ასე მხიარულობ, მაგრამ მაინც გულის დაწყვეტა არის რა, რომ სკოლა მთავრდება. ისეთი სკოლა არის, რომ ყოველთვის გახსენებს აფხაზეთს და არ გიკარგავს კუთხეს, ანუ მის ლამაზ მხარებს წარმოგიჩენს და ასე შემდეგ და ანუ ჩვენ რა თქმა უნდა თითოეული ამ სკოლის მოსწავლე იმედით ვართ ახსილები, რომ ერთ დღეს დაბრუნდებით ჩვენ მშობლიურ მხარეებში, აფხაზეთი იქნება თუ სამაჩაბლო. ჩვენც წარმატებები უსურვოთ კურსდამთავრებულებს. მათ წინ ჯერ საატესტატო, შემდეგ კი ერთიანი ეროვნული გამოცდებიერით.